წერილს აღარ წერს რამდენსაც ადრე. 85 წლის ასაკში ჭაბუა ამირეჯიბი უფრო მეც ფიქრობს და იხსენებს. დათა თუთაშხიამ მკითხველს სამუდამოდ დაამახსოვრა. სოფელ საჩინოს მცხოვრებლებს კი ლიტერატურული გმირის პროტოტიპი დაუტოვა. მეჯოგე გუძა შელია. ერთ-ერთი პატიმრობისას საერთო საკანში ჩამიყვანეს. 5 იყვნენ, მე 6-ს შევემატე. დამხტართაგან ერთ-ერთი გუძა კაზასზე შელია იყო. მაშინვე დავმეგობრდით სამუდამოდ. ამას რამდენადმე ხელი შეუწყო იმან, რომ მეც ერთგვარად აბრაგი ვიყავი, გაქცეულზე ვიჯექი. გუძა შელია დათა თუთაშხიას სახის ერთ-ერთი წინამძღვარია. დათა თუთაშხიას შთამომავლად ვთვლით, იმიტომ რომ შთამომავალი ვართ, ბიძაშვილები ვართ, სისხლი და ხორცით ნათესავები ვართ. პოლიციის თანამშრომლების დადიან, აინტერესებთ აქ დათა თუთაშხიას ვინაობა და ვკითხავენ ჩვენ ძმებსაც, ბიძაშვილებსაც. დათა თუთაშხია გუძა შელიას ზედმეტსახელია. საჩინოელებს იამაყებათ, რომ თუთაშხიას მეზობლები არიან. გასული საუკუნის დასაწყისში გუძა შელია ამ ხის სახლში დაიბადა. დანარჩენი ცხოვრება კი ჯერ ტყეში, შემდეგ ციხეში გაატარა. იყო დრო, როდესაც ამ სახლთან მიახლოვებაც ეშინოდათ. აგე რა გამოჯრის ხო ხედა. ამერ ეხლა რა ისე კი არ ჩანდა, იმას ჰქონდა თავის დასახური, არ ჩანდა მაშინ და როცა გამოსევდა თვითონ რო დაენახა თუ არა, იმის გერჯერდებოდა მაგას რომ დაეფა კედელი კი არ დაფარავდა, მაგრამ რო დაენახავდა მე ვინ რაც დაუზამდა. სულ გოდაზე იყო ლაპარაკი, ყველა გოდაზე გვეუბნებოდა, ყველა გოდაზე გვიყვებოდა და ჩვენს გვაინტერესებდა ყოველთვის, ჩვენ არც ვიცოდით რომ მაგ მკლარი იყო და მოვდიოდ, მოვაო და არ მოვიდა და ელოდებოდით ყოველთვის გვეგონა რომ ცოცხალი იყო. ნაი ციხეში ყოფილა თურმე გადაასვლილი და ჩვენი თავისუფლება. გუძა არ დაბრუნდა, საჩინოელები გაიზარდნენ. ამასობაში ჭაბუა ამირეჯიბის წიგნიც გავრცელდა. მაშინვე აღმოაჩინეს, წიგნში იგივე ეწერა, რასაც აქამდე უამბობდნენ. თო დააღაჩაღეს. აი მე მომიყვეს ინტრაქვია ქვევით და ინტრას ნაპირზე ყოფილა აქაური თავადები და ისინი დაუყაჩაღებიათ და სინამდვილეში გაუნთავისებლებია ეს აქ არ მომწარვის იმხარ საჩინოში. გადავით ძირს იარაღი. ჰალო, დათა თუთაშხია ეს მეორე ის რომ მოპარეს კიდევ ძროხა მე ხო ის ახლა მამა ჩემმა ბიძაშვილებს ყველა იცოდნენ და ვინ მოპარა ის ძროხა ვინ მიიყვანა იმად და ყველაფერი. ფირალობის დათასეული ცხოვრების მრავალი ფაქტია მხატვრულად გადამუშავებული. ერთი ეპიზოდი კი მთლიანად და ზუსტად ისეა დაწერილი, როგორც თვით გუძამ მიამბო. მხედველობაშია ხბოს მოპარვის, ბოსელში მოტყუებისა და შემდეგ გადაბირების ცდა, საიდანაც გუძა შელიამ დააღწია თავი. გუძა შელიამ იმდროინდელი მთავრობის დევნას ვეღარ გაუძლო და დათასავით თავი ტყეს შეაფარა. მისი ბიოგრაფია ისევე დაიყო, როგორც აბრაგი თუთაშხიასი. ორი პერიოდი არის ამით მისი ცხოვრების, ესე იგი ტყეში ყოფნის ორი პერიოდია ფაქტობრივად. აი წიგნში რა არის შემორიგებამდე პერიოდი და შემორიგების შემდეგ პერიოდი. ესე იგი სადაც 7 წელი იყო მანამდე, მე გადმოცემით ვიცი ახლა ხო 7 წელი იყო მანამდე და მე კიდე აი სანამ ესე იგი ბოშო და ის ხო და რაღაცა იმით რომ მიიტყვეს ეს ნავდი იყო. მე ბავშვები შვილიშვილები გუძასი ის იქნებაო ოქრო დამარხული ბაბუა ჩემისო და იმაზე ვნითო ამ კუდეში მი ბარით საჩინოელებმა დღემდე ვერც განს მიაგნეს და ვერც აბრაგის დამალულ იარაღს, თუმცა ტყეში დატოვებული ნიშანი იპოვეს. აი ბიჭო ხელი აი აღმოაჩინე აი თითები აი არ იყო თითები მაგრამ რო გაიზარდა რა თქმა უნდა ხე გაიზარდა და ხო და ხეები ქონდა ვინმე რომ წამოსული იყო ხეს მოიფარებდა და მე ემიტომ და მე საქმე რომ არაფერი ქონდა მიახადა ზენ დანაი ქონდა და ხეაგერი ვიქნა ტყეში გახიზნულ გუძას ოჯახის წევრები საკვებს მალულად აწვდიდნენ. ამასაც თავისი წესი ჰქონდა. აი ბავშვი რო და ქვაზე დაარტყამდა გაიგებდა გუძა ტყეში რო იყო კინაზე მიატყამდა ასე და იცოდა რომ საჭმელი მოკონდა და ასე შეხვდებოდა ერთმანეთს. ეს იყო სიგნალი? ეს იყო სიგნალი, ხო, კინას და ქვას, ასე. იმის გარდა რომ საკვები გუძა შელიასთვის ამ ტყეში ოჯახის წევრებსაც მოქონდათ, ის საკვებს ამ დინარეშიც ეძებდა. იპოვეთ? აბატონო. მაგრამ ეს არ არის თევზი, ეს არის დინარის კიბორჩხალა. მე ეს უცებ გუძა შელიას ორი შვილი ყავდა. საჩინოში ახლა მისი ორი შვილიშვილი ცხოვრობს. ლეილა და ლუიზა ზარქუებს სოფელში იცნობენ, როგორც დათა თუთაშხიას შთამომავლებს. დედა შურა 1 წლის წინ გარდაიცვალა.
მაგრამ შინოდე ბაბუაჩემ თუ ტყუაზე აჯენდა. აი ესეთი ის იყო თან სწრაფი იყო რაღაც სასაუბრო. ეს ახლა რვასი რო არის აღიარებული ესე კი არის უფრო აბრაგი წოდება იყო და დედაჩემსაც იცი როგორ ერიდებოდა თან სოფელი რო არის აბრაგი შვილი რო ეტყოდნენ ცოტა იმადმა ნივთები გუძაშელიას ცხოვრებიდან სოფელში დღემდე შემორჩა მაგალითად იარაღი რომელიც აბრაგობის დროს თან ჰქონდა აი ეს ხმლები არის შემორჩენილი აი ეს არის უშუალოდ მისი იარაღი ეს მისი ხელით არის ყველაფერი გაკეთებული, შეკერილი, ხედავთ რომ ეს არის ტყავის ხის რაღაცა აქსა გაკეთებული. აიც ხმარობდა გუძა. სასიყვარულო ისტორია ქონდა. შეყვარებული ქალი ყავდა, ქვევით იყო საჩინოში. ხოდა ცხოვრობდა იმასთან ეს კი ვიცი, მაგრამ რა ყავდა იმისგან ის არ ვიცი და ყავდა ერთი ქალი, დადიანი იყო გვარად. იქ ქალი. მე არ ვიცი ახლა მე დანარჩენი იქ რამბავი იყო. სოფელში რეალური ბეჩუნის შესახებ ყველა მიცის, თუმცა მისი ვინაობის გამხელა დღემდე არ სურთ. მხოლოდ იმას ამბობენ, რომ დადიანის ქალი იყო. ეს ეპიზოდი გუძაშელიას ცხოვრებიდან ყველაზე კარგად გერმანე კვირკვიას ახსოვს. 20 გაბერის ვაზდება და ვეტყოდი სად იქნებოდა. ამ დღეს. ოდა ცალი ყავდა გვარად მატყვა. ოდა ის გრძობდა მაგი რომ რაზე მივიდოდა, მაგრამ მე ის მიმქონდა კი სარემონტო ისა ტოფლები. ოდა იმას ჩავაბარებდი სარემონტო ტოფლებს და ვითომდა მოვატყვე. 86 წლის გერმანე ერთადერთია სოფელში, ვინც გუძაშელიას პირადად იცნობდა. მეგობარ გუძას ისევე აღწერს, როგორც ჭაბუა ამირეჯიბი. დავძებ მხოლოდ იმას, რომ იყო კეთილი, ხელგაშლილი, დინჯი, დარბაისელი და საყოველთაოდ პატივცემული პიროვნება. აღარას ვამბობ იმაზე, რომ იყო უშიშარი ვითარცა უხორცო. ახლა თვალის ფერს ვერ ამხედავ, ახლა ცისფერი თვალები თუ აღარ ვიცი. დიდი ურვაშები აქვს ლამეტანი. მაშინ ცოტა მეტი ხორნო მომეშვა. კაცრი აქვს სახე. ყაბალახი და ნაბადი კი აქვს საერთოდ. ოთარ მეღუნეთუხუცესმა გუძაშელიას ფოტო პირველად ნახა. გულით ყდება, რომ პირადად არასდროს შეხვედრია ადამიანს, რომლის ცხოვრებას ასე კარგად იცნობს. სადღაცა მაქვს საკითხული ჭაბუასაზე, რომ მაინც კრებითი სახელიაო ესა. შეიძლება ვიღაცისგან ამოვიდა ერთ და მე სვის თვისებებით შეასო. დავენახეთ უთაშხიას. მაგის ადაში ხას რო ვიპარა, ხო ჩამომიღებდა აქედა თავის ნაგანი. მამუკა კვარაცხელია თანხების მოძიებას გეგმავს. სახლი მუზეუმად რომ გადააკეთოს. თორემ დროსთან ერთად ჭერი ინგრევა, ხის ფიცრები იშლება და თუთაშხიას კვალიც ხრება. ასევე სურს გააკეთოს ტურისტული მარშრუტი, რომელსაც სტუმრად თუთაშხიასთან დაარქმევს. თუმცა საჩინოში ერთ-ერთ წყაროს მწერლის სახელი უკვე დაარქვა. საჩინოელები ჭაბუა ამირეჯიბს იმისთვისაც უმადლიან, რომ გუძაშელიას გარდაცვალების ნამდვილი მიზეზი გაუმხილა. განსხვავებული იმისგან, რასაც მანამდე ისმენდნენ. 48 წელს ციხეში გარდაიცვალა. ბოლოს ერთად ორთაჭალის ციხეში ვიყავით. გუძა შეპირებისამე რუსთავში გადაიყვანეს. მე ციმბირში გამოვეთხოვეთ. გამოთხოვება იყო მამაკაცური, არაფერი უთქვამს. იმდენი იჩარიჩა შამპანიურში გადაიყვანეს. იცოდა იქიდან რომ ვიყავი გაქცეული და თავადაც გაიქცა. რამდენადაც ვიცი, შემდეგ ღალატით მოკლეს.